1 ივლისამდე გორელმა მძღოლებმა პარკირების აბონემენტების შეძენა უნდა მოასწრონ, რათა ისინი არ დაჯარიმდნენ. პარკირების სამსახურის თანამშრომლებმა დაგეგმილი სიახლე მძღოლებს დღეს უკვე გააცნეს და მათგან არაერთგვაროვანი შეფასებებიც მიიღეს. პარკირების რა მოდელზე გადადის გორი, რა ფორმით მოხდება სავალდებულო გადასახადის დაფარვა და ვინ დააჯარიმებს მძღოლებს. ნახეთ ნიკა გაბლიშვილის და მედია ილურიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. 4 დღე 3 ლარი, 30 დღე 10 ლარი, 120 დღე 17 ლარი, 180 დღე 25 ლარი, 350 დღე 40 ლარი. შესაბამის თანხას ჩავრიცხავთ და ამით მოხდება უკვე ასახვა ბაზაზე. სავალდებულო პარკირების სერვისის შერჩევა გორელ მძღოლებს 1 ივლისიდან მოუწევთ. ისინი ვალდებულები იქნებიან დაემორჩილონ წესებს და პარკირების საფასური ელექტრონული ვერსიით გადაიხადონ. მძღოლის მიერ აბონემენტის შესაძენად გადახდილი თანხა კი ელექტრონულ ბაზაში აისახება და პარკირების სისტემის შემდგომ განვითარებას მოხმარდება. იმ შემთხვევაში თუ გორელი მძღოლები კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენენ, დაჯარიმდებიან და ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პოსტა თითოეულ მათგანს რეგისტრირებულ მისამართზე გადაუგზავნის. თუ არ ექნება აბონემენტი, მომხმარებლის აბონენტი, მაშინ მოხდება მისი დაჯარიმება. დაჯარიმდება 10 ლარის ოდენობით, მაგრამ თუ ამ 10 ლარს არ გადაიხდის 1 წლის მანძილზე, შემდეგ ეს 10 ლარი ხდება უკვე ერიცხება საურავი 150 ლარი. პლანშეტის საშუალებით გადაიღებენ სურათს, ნახავენ აქვს თუ არა მას გადახდილი პარკირების გადასახადი. თუ არ არის გადახდილი, გადაუღებენ სურათს, ატვირთავენ ბაზაზე და დაწერენ ადმინისტრაციულ ოლქს. ეს არის იგივე ადმინისტრაციული ჯარიმა 125 მერვე მოხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომელიც არის არასწორი პარკირება. ინფორმაციის შესაბამისი შეტყობინებები დღეს გორის სერვის ჯგუფის წარმომადგენლებმა მძღოლებს დაურიგეს და ახალი სისტემის მუშაობის პრინციპიც გააცნეს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ახალ მოდელზე გადასვლა ქალაქში პარკირების სისტემას გაუმჯობესებს და ამ გზით მძღოლების უფლებებიც იქნება დაცული. ჩვენ ჯერჯერობით დავარიგებთ ამ იმებს, გავაფრთხილებთ, რომ პირველამდე აქვთ უფლება, რომ პირველამდე მივიდნენ, აიღონ თანხა, ვეტყვით ჩვენ რამდენი უნდა აიღონ თვეში. ერთთვიანი იქნება 10 ლარი, სამთვიანი არის 17 ლარი, 6 თვიანია 25 ლარი და წლიანია 40 ლარი. მე ერთი თვის პირველის შემდეგ ჩვენ ჩამოვივლით, ის გვეჭირება ხელში, გავიგებთ, ვისაც არ იქნება გადახდილი, ჩვენ შეგვიძლია დაუწეროთ 10 ლარიანი ჯარიმა, რომ შევიდეს ბიუჯეტში რამე თანხა. გორში პარკირების ახალი მოდელის დანერგვას უკვე გამოუჩნდნენ მომხრეები და მოწინააღმდეგეები. მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ პარკირების სისტემის საფასურის გადახდა ქალაქში, სადაც ავტომანქანის გასაჩერებლად ადგილები საკმარისი არ არის, ზედმეტია. ნაწილი კი თვლის, რომ სიახლე ქალაქისთვის საჭირო და აუცილებელია. რაღაცა დაიხადო 2 ლარს ვერ ავშოულობ დღეში. აი ესე ვდგევარ და 3 საათში ერთხელ გავდივარ. რა უნდა გადავიხადო რა. როგორ მოგეწონება, საიდან მოგეწონება, როგორ მოგეწონება. რო იყოს მუშაობა და რაღაცა გადაიხდი და ხმას არ მოება. არ არის მუშაობა და. არ არის მუშაობა, და რა არის? კეთილმოწყობილი რა არის? რა ზონდა გადავიხადო, თქვა 10 ლარით, კიდე 5 ლარით. რა უნდა გადავიხადო? უნდა იყოს მოწყობილი ნორმალურად, კარგად. გადიხადო გადასახდელი იყო და რაზე გადიხადო 5 ლარი, გინა 2 ლარიც იყოს. არა მგონია რომ პრობლემას ექნას, რა მნიშვნელობა გააჩერებ თუ წინ და წინ გადაიხდე რა მნიშვნელობა. გონია, მაგრამ რამდენი იქნება გააჩინეთ თუ ისე არაფერი. პარკირების ახალი მოდელი სისტემის მოწესრიგების მიზნით შეიქმნა. გორის მერიაში აცხადებენ, რომ სიახლე, რომელიც ქალაქში ამოქმედდება, ქუთაისის, თბილისის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტების სისტემების ანალოგია. გორში ამ დრომდე პარკირება კონტროლიორების სისტემით ხორციელდება.